ტამანგო ჟღერია იქნება ეხლა ჩვენთან ჩართვა გვექნება და თუ რა ხდება და რა არის იქ სადაც ტამანგოა მოკლედ საბერძნეთშია ტამანგო მოგესალმები რა ხდება მოგვიყევი გაუმარჯოს ვერთდები მილოცვას და მილოცავ მთელ საქართველოს ილია თოფურიას წინვალე გამარჯვებას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ ყოველთვის გამარჯვებას წინსვლას და ყოველივე საუკეთესოს როგორ ხართ და როგორი განწყობა გაქვთ საქართველოში იდეალური განწყობა გვაქვს ძალიან კარგი მუდამ იდეალურ განწყობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მე ახლა მიმყოფები საბერძნეთის ულამაზეს დიდი ისტორიის მქონე ქალაქ სალონიკში კერძოდ კი კოლოსეონის თეატრში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩვენი დირექტორი ალექსანდრე კანთარია. ჩვენ რამდენიმე დღეა ვიმყოფებით სალონიკში, გავეცანით ქალაქს, ღირსშესანიშნაობებს, ძალიან კარგ პირობებში ვიმყოფებით და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს, რომელმაც მაქსიმალურად შეგვიქმნა პირობები, რომ აქ ძალიან კომფორტულად ყოფილიყავით. ასევე კონსულს სალონიკის კონსულს მინდა მადლობა გადავუხადო და ასოციაცია თერგ. ჩამოვედით თუ არა პირველივე დღიდან ყველა თავსგებლება ძალიან ყურადღებით არიან ჩვენს მიმართ და ახლა მიმდინარეობს უკვე ჩვენი სცენის მემანქანეები სამუშაოები მიმდინარეობს ემზადებიან აწყობენ სცენას მალე დავიწყებთ რეპეტიციას და დღეს საღამოს კოლოსეონის თეატრში 8 საათზე აბსენტი საგარელის პიესის მიხედვით რაც გინახავს ვეღარ ნახავ რომლის დამდგმელი ავტორიც ალექსანდრე კანთარია გახლავთ ველოდებით მაყურებელს და ძალიან მიხარია რომ მე დავიგე ინფორმაცია მომივიდა რომ უამრავი ადამიანი მოდის ეს სპექტაკლი ბათუმში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ხანდახან ისეც ხდება ხოლმე რომ საკუთარ სპექტაკლზე ბილეთს ვერ შოულობ იმდენად დიდია ინტერესი სალონიკის ეს არაჩვეულებრივი თეატრი კი დაახლოებით 700 მაყურებლამდე იტევს და მოკლედ სრული ანშლაგი გვექნება დღეს და ველოდებით დიდი სიხარულით და დიდი სიყვარულით ჩვენს მაყურებელს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მინისტრი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე იმყოფებოდა საბერძნეთში და ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გამართა და მომავალში არაერთი საინტერესო სიახლე ექნება საბერძნეთსა და საქართველოს ერთმანეთთან, რაც დაუკავშირდება კულტურას და არა მხოლოდ ამაზე, მე მომავალში ტამანგო ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ემიგრანტები ასე გაახარეთ და ეს ჩემი ყველაზე ძვირფასი თემა და მოკლედ მოგიკითხავთ ყველას თუ შეხვდით წინასწარ ნახეთ ემიგრანტებს სპექტაკლამდე როდესაც ქუჩაში ვსეირნობდით არაერთი ემიგრანტი ვნახეთ ჩავეხუტეთ მოვეფერეთ და მოვესიყვარულეთ ხოლო დღეს დაახლოებით 700-მდე ადამიანი მოვა და სპექტაკლის შემდგომ ჩვენ მათ ჩავეხუტებით მოვეფერებით და შევეცდებით მათ გავახაროთ და მე ძალიან ვღელავ მინდა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ერთი სული მაქვს როდის დაიწყება სპექტაკლი მოიკითხეთ ჩვენგან განსაკუთრებით გიას ამიტომ რომ გია დარწმუნებულია ყველას იცავს აი ნახე დამასწრო ჩემგან აი ესე გამოაცხადე გია ჯაჯანიძე მოგიკითხავთ ყველას. რამდენი დღით რჩებით? ჯაჯა გიანიძე. ჩვენ მესამე დღეა უკვე აქ რაც ვიმყოფებით და 1 ივლისს დავბრუნდებით საქართველოში. გელოდებით. გადასარავი. წარმატება და ძალიან მიხარია. კარგად, დიდი მადლობა. და გამარჯვება ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყველაფერში. აუცილებლად. გაიხარე, დიდი მადლობა.